ეხლა შემოგთავაზებთ მეორე სახის თევზს, რომელიც კეთდება ტომატის პიურეში. და მას ქვია თევზის საწებელი. ავიღოთ ნებისმიერი თევზი, თქვენთვის ხელმისაწვდომი, რომელიც იქნება და შეწვით კარგად. შემწვარი თევზი გადაალაგეთ იმ თევზში ან იმ ჭურჭელში, რომლითაც სუფრაზე უნდა მიიტანოთ. ცალკე ამზადებთ ბლომად, მაგალითად 9 კილო თევზს სჭირდება თითქმის 9 კილო ხახვი, 5-6 კბილი ნიორი, ტომატ პიურე, სადღაც 3-4 კოვზი. ან შეგიძლიათ გახეხილი პომიდორიც გააკეთოთ, მაგრამ პომიდორი წყალს რო გაუშვებთ, უნდა ამოშრეს, ვინაიდან უნდა გამოგივიდეთ მშრალი მასა. ამას ცხიმში კარგად მოშუშავთ ყველაფერს ერთად, გაუკეთებთ, მისცემთ ხმელისუნელი, ქინძის კაკალს მისცემთ, აგრეთვე მისცემთ ძირას, ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით წიგნს შეგიძლიათ საერთოდ არ მისცემთ, იმიტომ რომ ძირას ძირითადად მაინც ხორცს და გატარებულ ხორცს უხდება. ამის შემდეგ ამას ყველაფერს კარგად აურევთ, მოშუშავთ კარგად და სულ ბოლოს კოწახური უნდა დაუმატოთ. თუ გექნებათ ბროწეული, სასურველიარი ბროწეული, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია და ბროწეულით არის ძირითადად სწორი. ბროწეული დანაყული ქინძი გაზავებული ძმარში და უკვე დამზადებული რო იქნება ფაქტიურად, მისცემთ ამ ძმრიან ქინძს. მარილი გემოვნებით შეგიძლიათ წითელი წიწაკა, გადაურიეთ ყველაფერი და შემწვარ თევზს გადაასხით ზემოდან. გემრიელად მიირთვით და შეგიძლიათ მეიტანოთ სუფრაზე.